მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში სპეციალური გამოშვებით ბრუნდება ამ წუთებში ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიდიან. Ზუსტად 6 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის შენობაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი, გარეთ კი ყოფილი პოლიტპატრონები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფება ნოდარ ჩაჩუა, ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვართვება. დიახვასკა როგორც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, გარეთ აქცია მიმდინარეობს, საკმაოდ ხალხმრავალი სიტუაცია შეიძლება ასე ითქვას. ბლოკირებულია როგორც მთავარი შესასვლელი ბიბლიოთეკისა, ასევე ბლოკირებულია გვერდზე ფურცელაძის ქუჩა და აი ახლა უკვე ექსკორტის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიცია მოგვიწოდებს, რომ გაანთავისუფლოს სავალი გზა, ვინაიდან როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ წუთებში უკვე საქართველოს პრეზიდენტი აპირებს მოსვლას. მე შემიძლია გავესაუბრო პარლამენტის მიერ სულ ცოტა ხნის წინ პოლიტპატიმრად ერთ-ერთ პოლიტპატიმარს ვახტანგ მაესაიას მოგესალმებით. ბატონო ვახტანგ, რომ გვითხრათ, რას გეგმავთ, რას აპირებთ და თქვენი აქ ყოფნის მიზეზი რა არის? ჩვენი მიზეზია ჩვენ გავაკეთოთ პოლიტიკური პროტესტი იმ 9-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანმა მოახვია თავს ქართულ ერს. ესაა მთავარი პოლიტიკური პროტესტი. რომ არ დაუშვათ ამ ქართული ხალხის ესენით ილაპარაკოს, სახელი დალაპარაკოს და დამოწროს ქართველი ერი. ესაა ძირითადი არსი. და აქ უკვე საპატრულო პოლიცია ითხოვს, რომ გათავისუფლებული იყოს სავალი ნაწილი. რომ გვითხრათ, ანუ რას აპირებთ, თუ კი არ მოგცემთ? ჩვენ ეს არის პროტესტი მშვიდობიანი ფორმა. და ამ ფორმას ბოლომდე დავიცავთ. ეს არის ჩვენი პროტესტ ფორმა, ბენაბრუნ და ანჩენი უკვე ნახოთ. მელორ. აი ხა ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ ასევე მელორ ვასტაგეს მელორ. რამდენიმე წუთის წინ რამდენიმე ინციდენტი იყო, რომ გითხრათ, რა ინციდენტებს ჰქონდა ადგილით და რა მდგომარეობა იყო, რომ ხალხის მხრიდან ინციდენტი ნამდვილად არ ყოფილა, იყო დაცვის მხრიდან პროვოკაციის მოწყობის ცდილობა, როდესაც პატარა გოგოს ჟურნალისტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა შიგნით, როდესაც უფლებადამცველები აწვდიდნენ სიას, რომელიც უნდა გადასცემოდა ადმინისტრაციას, რომ შეეშვა დიპლომატიური კორპუსი. ამ დროს გამოვარდნენ დაცვის თანამშრომლები და შეეცადნენ ძალის გამოყენებით გაეყანათ ხალხი, მაგრამ როგორც ხედავთ, ხალხი ემორჩილება პატრულის თხოვნას, კანონი დავიცვათ, ვიცავთ კანონს და ველოდებით მიხეილ სააკაშვილს მას მოუწევს სირცხვილის კორიდორში გავლა რეალურად და უნდა სხვენოდეს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სირცხვილია ბოლო 9 წლის მანძილზე. აი ასეთია ის პათოსი, რომელიც აქ ბიბლიოთეკასთან მდებარეობს და ახლა ჩვენ უკვე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც მოგვიწოდებენ, რომ გავანთავისუფლოთ გზა, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ საპატრულო პოლიციის მოთხოვნას და რა თქმა უნდა გადავდივართ გზის სავალი ნაწილიდან. აქ არიან შეკრებილები, როგორც უკვე გითხარით, ვასკა, ადამიანები, უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებულები და ისინი მთავარი მათი მოთხოვნა, რაც არის, ეს არის, რომ პირველ რიგში პარლამენტმა დაიწყოს და აი ახლა საქართველოს პრეზიდენტი როგორც ჩანს და აი ესე ჩვენ უკვე ხედავთ კადრში რა ხდება. საპატრულო პოლიცია იცავს წესრიგს და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ გაანთავისუფლონ გზის სავალი ნაწილი. ეს არის მათი მთავარი მოთხოვნა. ჩვენ ახლა ვეცდებით, რომ მიუახლოვდეთ იმ ადგილს, საიდანაც სავარაუდოდ ჩვენი ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტი არის მისული ამ ადგილას და ჩვენ უნდა ჩვენ მაქსიმალურად შეიძლება გაგზავნოთ თავისუფლად. და აი ხა თქვენ ხედავთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ გზის სავალი ნაწილის განთავისუფლებას, რათა საქართველოს პირველ წელს ჰქონდეს გადაადგილების შესაძლებლობა და ჩვენ ვცდილობთ მივიდეთ იმ ადგილას, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ხმაურია და ვცდილობთ გავარკვიოთ სიტუაცია, მოვიდა თუ არა ქვეყნის პირველი პირი და აქვს თუ არა ქვეყნის პირველ წელს გადაადგილების შესაძლებლობა.
აქ შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ შევიდეს ბიბლიოთეკის შენობაში და მათ არ წაიკითხოს ის მიმართვა, ვინაიდან როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით გათვალისწინებული ჰქონდა უმრავლესობასთან, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა აირჩია როგორც მათ წარმომადგენლად და ვინაიდან უმრავლესობამ თქვა მათთან შეხვედრაზე ვარი, იგივეა მათი მოთხოვნაც, რომ არ გამოვიდეს საქართველოს პრეზიდენტი დღეს სიტყვით. სულ აი ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა მიუახლოვდეთ ახლა იმ ადგილს და ნახოთ რა მდგომარეობაა, რა ხდება, ჩვენ არ გვაქვს ამ წუთებში ინფორმაცია მოვიდა თუ არა ქვეყნის პირველი პირი, აქ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას, არ გვაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ მიუახლოვდეთ თავარ შესასვლელს და აი საქართველოს პრეზიდენტი როგორც ახლა მატყობინებენ უკვე იმყოფება ბიბლიოთეკასთან და აი ხა მიუახლოვდებით ჩვენ ვეცდებით რომ მივიდეთ ეს ის არა მოიცა, ქალები არ გაწყიდა. გადი თუ უკან გადი, გოგოებო. გადი რა უკან, გადი. იქით გავი, აი იქით გავი. იქით ვერ გავი. იქით. სიტუაცია შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დაძაბულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ წუთებში ცდილობენ დარეგულირებას და გზის სავალი ნაწილის განთავისუფლებას. ური მომწვა. არ ვიცი. ეს აიღებ ისი. ელა გოგოები არიან. ცებუა. ესა გამიშ. გესაბო.
გამატარეთ რა მოდის. ამაზე ახლოს მე აღარ მივალი მე. გამეთიშა და მითხარი გრავშვები. გამეთიშა და მითხარი გრავშვები. როგორ? ერგომანია მაგი. სიტუაცია იქ შეიძლება ითქვას, რომ დაგებულია საფრანგეთის პოლიციის თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ ეს მიზნად არასდროს ადამიანებს შესაძლებლობას რომ ბლოკირება მოახდინონ მთავარი შესაძლებლობები ჩვენთვის გახდა ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ არეულობა და ჩოჩხული მოყვა იმას რომ თენგის უნდა ვაპრობდეთ არ უშვებენ და ცდილობდა შესვლას ბიბლიოთეკის შენობაში თუმცა მათ არ მისცეს ამის შესაძლებლობა რომ აქ შემოგვიყვება ადამიანებმა საბანკულო პოლიციის თანამშრომლებს ცდილობდნენ რომ ბლოკირება მოეხსნათ სწორედ მთავარი შესაძლებლობების მთავარი შესაძლებლობები აუცილებლად გახდა ასევე კაი წავედი საბადოების ჩაკოზეულების მოედანზე ეთნიკაცია რომლებიც ცდილობენ რომ აქ ბიბლიოთეკასთან მოვიდნენ და პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გამართოს. პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გამართოს. იმის საპასუხოდ რომ აქ არიან შეკრებილი ადამიანები, მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს რომ ცოტა ჩოჩქოლი და არეულობა მოყვა თენგის გუნდას აქ გამოჩენას რომელიც ცდილობდა შესვლას ბიბლიოთეკის შენობაში და ბლოკირებული ჰქონდა თავად ბიბლიოთეკის მთავარი შესასვლელი პოლიტიკატებს კერძოდ კი კითხვის საქმეში შეგეწოდებული კითხვის საქმეში ბრალდებულ პირებს და სწორედ მათ არ მიცემს იმის შესაძლებლობა რომ შესულიყო თემი შეწავა თავად ბიბლიოთეკის შენობაში საბადოო პოლიციის თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ რომ დაიცვათ ეს იგი და მოხსნათ ბლოკირება თავად შესასვლელთან და ასევე გაათავისუფლონ თქვენ თვალყურს ადევნებთ კადრებს მოქმედება ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება სადაც საპატრულო პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშოშმინებას ცდილობს და ეროვნულ ბიბლიოთეკაში არის ჩემი კოლეგა თამთა ჯანაძე 6 საათზე უნდა დაიწყოს ბიბლიოთეკის დარბაზში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა რა ხდება ამ წუთებში დარბაზში ის პირდაპირ ეთერში გვეტყვის თამთა გისმენთ ამ წუთებში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის გამოსვლისთვის მოსამზადებელი ეტაპი დასასრულს უახლოვდება დარბაზით თითქმის მზად არის ელოდება სტუმრებს რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გამოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ასევე რამდენიმე დიპლომატი თუმცა როგორ მოახერხებენ სხვა სტუმრები პარლამენტის წევრები მედიის წარმომადგენლები დარბაზში შემოღწევა ცოტა რთული საქმეა რადგან პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამივე შესასვლელი თითქმის პარალიზებულია ვინაიდან აქციის მონაწილეები ცდილობენ შემომსვლელებს დაბრკოლება შეუქმნან. ისინი განსაკუთრებით აგრესიულნი არიან ხელისუფლების უკაცრავად ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი აქციის მონაწილეებმა სცადეს შემოღწევა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რის შედეგადაც დაზიანდა ეროვნული ბიბლიოთეკის კარის ფანჯარა. პირდაპირ ეთერში თამთა ჯანაძე საუბრობდა და კვლავ ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია სადაც ყოფილი პოლიტპატიმრები საპროტესტო აქციას მართავენ ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დამატებითი ძალები რათა პრეზიდენტს მიეცეს ბიბლიოთეკის შენობაში შესვლის საშუალება და 6 საათზე დაგეგმილი შეხვედრა დაიწყოს
ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ნელ-ნელა შედიან ჟურნალისტები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლების წევრები. Კონამწუთებში კადრებში ხედავთ თუ როგორ აპირებს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა საპროტესტო აქციის წევრები მას საკმაოდ აგრესიულად შეხვდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია მდგომარეობის გასამუხტად. ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ყოფილი პატიმრები აქციას დღეს შუადღიდან მართავენ. ისინი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაცვის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენლებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ყოფილი პოლიტპატიმრები ამ წუთებშიც აქციას აგრძელებენ. მათ ისინი წინააღმდეგობას უწევენ ქალაქის მერს გიგი უგულავას, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ცდილობს. საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება ძალიან განსხვავებულია. როგორც კაცი ხედავ ფიზიკური დაპირისპირება საქმეს ბაგაშია. ის ოჯახია.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 180-მდე პირმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიიღო. მათი უმრავლესობა დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგი იყვნენ. დილიდან კი ისინი ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას ცდილობდნენ. მათ შენობაში შესვლის საშუალება პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოყვა. ამ წუთებში თქვენ თვალყურს ადევნებთ ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიას ცოტა ხნის წინ თბილისის მერსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ყოფილმა პოლიტპატიმრებმა წინააღმდეგობა გაუწეს. მათ ისინი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში არ შეუშვეს. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილმა მომიტინგეებმა ცოტა ხნის წინ სამეგრელოს გუბერნატორ თენგიზ გუნავას ბოთლები და ქაღალდები ესროლეს. ხელჩართული ჩხუბის მიუხედავად გუნავამ ბიბლიოთეკაში შესვლა მაინც მოახერხა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით უნდა გამოვიდეს დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე წარმომადგენლის გარდა, ჯერჯერობით შესვლა ვერც ერთმა სტუმარმა ვერ შეძლო. შენობაში შესულ სტუმრებს შორის არის ჰოლანდიის ელჩი. ამასთან ბიბლიოთეკის შენობისკენ უკვე მიემართება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც. Nas
Patroni არა კამ შეუბედურო რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტის პრესპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მათი ინფორმაციით იგეგმებოდა პროვოკაცია, რომლის მთავარი მიზანი პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლის შაშლა იყო. ნებისმიერი ამგვარი მცდელობის მიუხედავად პრეზიდენტი არ აპირებს ამ შეხვედრის გადადებას და მიუხედავად წინააღმდეგობისა მაინც აპირებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას. განაცხადა მანანა მანჯგალაძემ, შეგახსენებთ ბრიფინგი რამდენიმე საათის წინ განხორციელდა.
თქვენ ამ წუთებში ხედავთ, რომ საბადრო პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს ასე თუ ისე შეძლეს ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალური შესასვლელის პიკეტებისგან განთავისუფლება, თუმცა პოლიტპატრულების ნაწილი მაინც განაგრძობს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლის მცდელობას. ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა უნდა გამართულიყო. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს ხდომაზე გუშინ უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა პარლამენტში გადადო. ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არ მისულა. და ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე 5 მაღალჩინოს ან სბრალს წაუყენებს. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე დღეს ამ პირების ვინაობა და სქემის დეტალები გაახმაურეს. დღესვე საგამოძიებო უწყებამ ოპერატიული ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც ბუტა რობაქიძის საქმის გაუძებლის აღიარებითი ჩვენებაა ასახული. შალვა ნიქაბაძე ყვება თუ როგორ მისაგურამ დონაძე მითითება პატრულის ერთ-ერთ თანამშრომლებს, რომ დაკავებული პირებისთვის ცეცხლსასროლი იარაღი ჩაედოთ. წავედით? გაუხსენ რა კარიდო რა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელთა შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდიც არის, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდებარე მოვლენების კომენტირებისგან თავს ამ დრომდე იკავებენ. თუმცა მათი განცხადებით ისინი კომენტარს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ გააკეთებენ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ პრეზიდენტის გამოსვლის შესაძლო ხელისშეცვლასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრები განცხადებას აკეთებენ. ისინი ეროვნული ბიბლიოთეკის პიკეტირებას ხელისუფლების ინსპირირებულს უწოდებენ და პასუხისმგებლობას ახალ ხელისუფლებასა და პირადად პრემიერ ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ აღკვეთონ ყველა უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლას მოყვეს. კაი, ოკეი. ამ წუთებში სპეციალურ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პრესპიკერი მანანა მანჯგალაძე აკეთებს, ჩვენ მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ეხლა არ მომოფარეთ. კარგი, ჩამოწირეთ ამ მიკროფონის ხოხებამდე. მოუწერათ ხალხო, რა გჭირთ, მაინც საუბრობთ. ზად ხართ ყველანი? სამწუხაროდ სახეზე არის პროვოკაცია. თქვენ აქედან შენობიში გინდანაც კარგად ხედავთ ამას ყველაფერს. იყო საკმაოდ ძიმე დასანახი და ძიმე კადრებიც არის გადაღებული.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ვარაუდით ეს ყველაფერი არის მართული პროვოკაცია. სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება დგას ამ ყველაფრის უკან და მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის სრული პასუხისგებლობით უდგება საკითხს და მისი გადაწყვეტილებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დღეს მიმართვა გაკეთდება პრეზიდენტის სასახლიდან 8 საათზე. მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ამიტომაც იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ალბათ ბევრს, ვინც ჩემი თაობის არის, ჩემზე უფრო უფროსია და ნაკლებად პატარებს, ახსოვთ, როგორ იწყებოდა სამოქალაქო ომი. ეს არ გვინდა რომ განმეორდეს. სისხლის ღრა, ნებისმიერი ძალადობა არ გვინდა რომ შედგეს. ამიტომაც დღეს ვინაცვლებთ პრეზიდენტის სასახლეში, სადაც გაკეთდება ეს მიმართვა და იქ ექნებათ უკვე ადამიანებს იმის საშუალება, რომ დაუსვან პრეზიდენტს კითხვა, დასვან მათთვის საჭიროებო საკითხზე ნებისმიერი საკითხი. ეს იყო ის განცხადება, რომელიც მინდოდა ამ წუთისათვის თქვენთვის მომეწოდებინა და გამეკეთებინა. და ვინაცვლებთ იქ. მადლობა. ეს იყო პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადება, სადაც მანანა მანჯგალაძემ ისაუბრა და გაიხსენა მოვლენები, რომელიც საქართველოში 90-იან წლებში ვითარდებოდა. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროებას და ამით ახსნა ის, რომ პრეზიდენტი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ მივა, ხოლო პრეზიდენტის საზოგადოებას დღეს 8 საათზე ავლებრის რეზიდენციიდან მიმართავს. არა, განოდია, ლიგიტენა იგდება. შეგახსენეთ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი პარლამენტში, უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს ხდომაზე გუშინ გადადო. მიზეზი კი საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება, უმრავლესობის განცხადებით პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს ისინი მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები შევა ძალაში. პარლამენტის წინაშეა ანგარიშის ჩაბარება, პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულება არის. იგი ვალდებულია წარს დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე და ყოველწლიური ანგარიში წელიწადში ერთხელ ჩააბაროს. ანგარიშის მოსმენის ვადებს კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ადგენს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიუროს ხდომაზე უმრავლესობის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პრეზიდენტი და მან ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაწყვიტა. ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიასთან დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებიც შენობაში შესვლასა და პრეზიდენტის ანგარიშზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა შენობაში შესვლა მათ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს. ამას კი დაპირისპირება მოყვა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის გაძლიერებული დანაყოფები, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ყოფილი პოლიტპატიმრები დღეს უმცირესობის წევრებსაც დაუპირისპირდნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლას ცდილობდა თბილისის მერი, რომელსაც ამის გაკეთების საშუალება საპროტესტო აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გააკეთა განცხადება. ამ წუთში თქვენ კაცი ხედავთ, რომ ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა. თქვენ ხედავთ, როგორც ცდილობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპროტესტო აქციის წევრებთან გასაუბრებას. ამ წუთებში ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შევიდა. რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტის მანანა მანჯგალაძემ გააკეთა განცხადება. მან ხაზი გაუსვა 1990-იანი წლის მოვლენებს საქართველოში და აღნიშნა, რომ სწორედ ასე იწყებოდა სამოქალაქო ომი. ამ არგუმენტით კი მან ახსნა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველწლიურ ანგარიშს საზოგადოებას არ ჩააბარებს და იგი საზოგადოებასავლაბრის რეზიდენციიდან 8 საათზე მიმართავს.
ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში საპარლამენტო უმცირესობისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირება მოყვა ადგილზე თენგიზ გუნავას გამოჩენასაც, თუმცა გუბერნატორმა დაპირისპირების მიუხედავად შენობაში შესვლა მაინც მოახერხა. Cinque. რამდენიმე წუთის წინ კი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შევიდა. დიპლომატები არ ამგონია ახლა თუ მოყარობა თქვენ ახლა კადრში ხედავთ ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამ წუთებში პოლიციის კორდონი არის, როგორც ხედავთ სიტუაცია განეიტრალებულია ოდნავ, თუმცა ადგილზე მაინც რჩებიან პოლიტპატიმრები, ასევე აქციის მონაწილეები. რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი ხდება პრეზიდენტის პრესსპიკერის მხრიდან, რომ საქართველოს პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი დღეს ეროვნული ბიბლიოთეკიდან საქართველოს მოსახლეობას აღარ მიმართავს. გადაწყვეტილება შეცვლილია 20 საათზე მიხეილ სააკაშვილის მოხსენება წაკითხული იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მართული პროვოკაცია, აი ასე შეაფასა დღეს მანანა მანჯგალაძემ ის სიტუაცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდებოდა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და მან ამ პროცესების ასე განვითარებაში მოქმედი ხელისუფლება დაადანაშაულა. გარდა ამისა, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ჟურნალისტებს დღეს საშუალება ექნებათ, რომ მათთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა დაუსვან ქვეყნის პირველ პირს და როგორც ის ამბობს, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ საშუალება, რომ მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ინფორმაციაზე. გარდა ამისა, რამდენიმე წუთის წინ თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან მივიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი მიმდებარე ტერიტორიაზე არ გააკეთა. ის არც საპროტესტო აქციის მონაწილეებს არ განსაუბრებია, პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრი შევიდა ბიბლიოთეკის შენობაში. ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ შემოგთავაზოთ პირდაპირი სიგნალი ეროვნული ბიბლიოთეკის შიდა ტერიტორიიდან. ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე მუშაობს შემთხვევის ადგილზე და შევეცდებით, რომ რამდენიმე წუთში სწორედ თამთა ჯანაძის პირდაპირი ჩართვა შემოგთავაზოთ ეთერში.
ამ დროისთვის სიტუაცია შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ განმუხტული არის, როგორც ნახეთ, განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ნახევარი საათის წინ, მაშინ როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა, ასევე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. გიგი უგულავას ფიზიკურად გაუსწორდა აქციის რამდენიმე მონაწილე. ამის შემდეგ უკვე ქალაქის მერი მიიღო გადაწყვეტილება ტერიტორიის დატოვების, რადგან აქციის მონაწილეებმა მას საშუალება საერთოდ არ მისცეს, რომ შესულიყვნენ ისინი შენობაში. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს დეპუტატებმაც, მათ შორის იყვნენ დავით საყვარელიძე, პავლე კუბლაშვილი. ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავასაც, რომელსაც როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ქაღალდები და ბოთლები ესროლეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილმა ადამიანებმა. გარდა ამისა გავრცელდა კადრებიც გიგა ნასარიძის, რომელიც როგორც ჩვენ კადრებში ვნახეთ, მას დაზიანებები ჰქონდა სახის არეში მიღებული, როგორც ჩანს აქციის მონაწილეები მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად. რაც შეეხება ახლა მე მინდა გაგაცნოთ უბრალოდ ის შეფასებები, რომლებიც ამ წუთებში ვრცელდება სხვადასხვა სააგენტოს მხრიდან, თუ რა შეფასებები ეძლევა როგორ ოპოზიციის მხრიდან ძირითადად, როგორც თენგიზ გუნავა აცხადებს, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის მისამართით მოწყობილი აქციები კრახით დასრულდება. აი ასეთი შეფასება მოჰყვა დღევანდელ დღეს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მხრიდან, რომელსაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ დღეს აქციის მონაწილეები და მათ საშუალება არ მისცეს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე შესულიყვნენ და პრეზიდენტისთვის მოესმინათ. რაც შეეხება კიდევ ერთ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ირმა ნადირაშვილს, როგორც ის აცხადებს, ამ ყველაფერში ის ადანაშაულებს ეკა ბესელიასა და ნანა კაკაბაძეს, ჩემთვის ნათელია, რატომ სჭირდებოდათ ამ ადამიანების გარეთ ყოფნა. ის გულისხმობს სავარაუდოდ პოლიტპატიმრებს, რომლებიც დღეს განსაკუთრებით აქტიურობდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ასევე უნდა დასწრებოდნენ პრეზიდენტის გამოსვლას ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, ისინი მიმდინარე მოვლენების შეფასებისაგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. როგორც ნახეთ, ჰოლანდიის ელჩმა მოახერხა შენობაში შესვლა, ასევე რამდენიმე დიპლომატმა, მათთვის ხელი არ შეუშლიათ აქციის მონაწილეებს, ასევე იქ იმყოფებოდა ამერიკის ელჩიც. როგორც ხედავთ, ჩინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ ისევ არ დაუტოვებია პარლამენტის შენობის ტერიტორია, სამაგეროდ შენობას ტოვებენ უკვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ჩეხეთის ელჩმა ეს წუთია რაც დატოვა შენობა და ის უკვე მიდის. არ არის გამორიცხული და სავარაუდო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებენ, როგორც უკვე მანანა მანჯგალაძის განცხადებიდან შეიტყვეთ, 8 საათზე გეგმავს ქვეყნის პირველი პირი ყოველწლიური მოხსენებით წარდგეს არა პარლამენტის ბიბლიოთეკაში, არამედ საკუთარ ადმინისტრაციაში. როგორც მანანა მანჯგალაძე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა მიიღო სწორედ იმ განვითარებული მოვლენებიდან და როგორც მე ციტირებას მოვახდენ, მან ახსენა დესტაბილიზაცია, სამოქალაქო დაპირისპირება და მოსავალის სისხლის თავიდან ასაცილებლად მიიღო ქვეყნის პირველმა პირმა ასეთი გადაწყვეტილება. ასეთი იყო მანანა მანჯგალაძის განცხადება. მე შევეცდები კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ის პროცესები, რომლებიც წინ უძღოდა პრეზიდენტის გამოსვლას და ანონსებულ გამოსვლას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში. როგორც იცით, 8 თებერვალს დღეს უნდა შემდგარიყო საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა, თუმცა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს არ მოусმინოს. გადაწყვეტილება აიხსნა შემდეგი არგუმენტით: სანამ საპარლამენტო უმცირესობა და პრეზიდენტი არ დააფიქსირებს საკუთარ მკვეთრ პოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით არ იქნება კონსენსუსი და გადაწყვეტილება მიღებული, მანამდე საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს სურვილი, რომ მოусმინოს ქვეყნის პირველ პირს. სწორედ ასე ახსნა დავით უსუფაშვილმა ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ბიუროს ხდომაზე იქნა მიღებული. ამის შემდეგ უკვე საქართველოს პრეზიდენტმა დღის ბოლოს უპასუხა ოპონენტებს და მან თქვა, რომ ის საქართველოს მოსახლეობას მიმართავდა არა პარლამენტის შენობიდან, არამედ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან. რაც შეეხება თავად ოპონენტებს, კოალიცია
პოლიციის, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები განმარტავენ, ამ შემთხვევაში მათ ორი ბრალდება წაუყენეს საპარლამენტო უმრავლესობას პირველი, რომ ისინი არ იყვნენ მომზადებულები ქვეყნის პირველი პირის მოსასმენად და ასევე მეორე, რომ ეს ყველაფერი იყო პრემიერ-მინისტრის მიერ ნაბრძანები. ყოველ შემთხვევაში ასეთი შეფასება მისცა საპარლამენტო უმცირესობამ უმრავლესობის გადაწყვეტილებას. თქვენ ხედავთ ახლა უკვე, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დატოვა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე უპროფესორის გაჩერებული არის შენობის შესასვლელთან, როგორც ჩანს, მინისტრმა გადაწყვეტა, რომ პირადად გააკონტროლოს სიტუაცია, თუმცა ამ დროისთვის ვითარება უკვე განმოხტული არის ბიბლიოთეკის შესასვლელთან. არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილმა განცხადებაც გააკეთოს მედიისთვის. თქვენ მოისმინეთ, რომ დღის პირველ ნახევარში გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან განცხადება იმის შესახებ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა პრეზიდენტის თავისუფალ გადაადგილებას პარლამენტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე. აი ესე ჩემი. არა, ძალიან ნაცემიო, მე ცემენ პულოს. აი ძალიან ნაცემიაო და როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეთა ნაწილი მაინც რჩება ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა უკვე გაკეთებული არის კორიდორი და ბიბლიოთეკის შენობაში შესვლა თავისუფლად შეიძლება. სავარაუდოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც მე ვხედავ, შესაძლოა კომენტარს აკეთებს, თუმცა არა ის ჩაჯდა საპატრულო პოლიციის მანქანაში. სავარაუდოდ არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ხმის გამაძლიერებლით გააკეთოს განცხადება და მიმართოს აქციის მონაწილეებს იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე საათია შეკრებილები არიან და ამ დრომდე რჩებიან პარლამენტის ბიბლიოთეკის შესასვლელთან. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის ეს სიტუაცია განსაკუთრებით იყო დაძაბული, რადგან ქალაქის მერს, ასევე ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. აქციის მონაწილეებმა ისინი არ შეუშვეს შენობის ტერიტორიაზე ქალაქის მერს, ასევე სამეგრელოს ზემო საათის გუბერნატორს, ფიზიკურადაც გაუსწორდა რამდენიმე მონაწილე. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს წუთებში გააკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას წინასწარი ინფორმაციით საპატრულო პოლიციის მანქანაში იმყოფება და წინასწარი ინფორმაციით ხმის გამაძლიერებლით მიმართავს ადგილზე შეკრებილ ადამიანებს. როგორც მე მაცნობებენ, პოლიტპატიმართა ნაწილი ამ დრომდე რჩება პარლამენტის ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთადერთი, ვისაც დღეს
შენობაში შესვლის საშუალება მისცეს. ადგილზე შეკრებულება ეს იყო მხოლოდ დიპლომატიური корпуსი. ელჩებს ჰქონდათ საშუალება რომ შესულიყვნენ და მათთვის განკუთვნილი ადგილები დაეკავებინათ ბიბლიოთეკის შენობაში, თუმცა მათ უკვე დატოვეს შენობა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით ბიბლიოთეკის ნაცვლად უკვე საკუთარი ადმინისტრაციიდან წარდგება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქის მერთან ერთად დღეს აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩიორა თაქთაქიშვილსაც, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტებისათვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი კოკი იონა თამაშვილი ავრცელებს და როგორც ის აცხადებს, მის თანაგუნდელ ჩიორა თაქთაქიშვილზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორია ასევე დატოვა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ. დღევანდელი ფაქტი იყო სირცხვილი ხელისუფლების და პირველ რიგში პოლიციის ხელმძღვანელობის, რომელმაც ეს დაუშვა და ძალადობითა და სიძულვით შეხვედრაზე ჩვენი შეცვლა შეუძლებელი გახადა. ეს არის განცხადება, რომელიც გიგა ბოკერიამ გააკეთა ჟურნალისტებთან. როგორც ის აცხადებს, ამ დროისთვის ჯერ უცნობია თუ რას გეგმავენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. შემდგომი მოქმედების გეგმას, როგორც ისინი თავად აცხადებენ, ჟურნალისტებს ოდნავ მოგვიანებით გააცნობენ. როგორც ხედავთ, უკვე რამდენიმე წუთია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება პარლამენტის ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე. ამ წუთებში მას აქციის მონაწილეები ესაუბრებიან, ღარიბაშვილი ისევ ბრუნდება ბიბლიოთეკის შენობაში. ჩვენ შევეცდებით, რომ რამდენიმე წუთში ნოდარ ჩაჩუა ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მუშაობს, ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში. სიტუაცია ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში დაიძაბა, როდესაც ადგილზე შეკრება დაიწყეს პოლიტპატიმრებმა და მათ მოახდინეს შესასვლელის ბლოკირება. გარდა ამისა, ადგილზე მიიტანეს ცოცხები, ასევე მიიღო მიტანილი ფოტოსურათები, როგორც 7 ნოემბერს, ასევე 26 მაისს დარბეული აქციის ამსახველი ფოტოები და ეს ყველაფერი იყო გამოფენილი ბიბლიოთეკის შესასვლელთან. სწორედ ამ სურათით უნდოდათ აქციის მონაწილეებს, რომ დახვედროდნენ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც დღეს 6 საათზე გეგმავდა სიტყვით გამოსვლას ბიბლიოთეკის შენობაში.